დიახ, სიტყვიერი დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში დაიწყო მას შემდეგ, რაც ექს-პრემიერის პარტიამ სოციალურ ქსელში რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნა და ქართული ოცნების მოქმედ წევრებს შეახსენა მათი ნაციონალური წარსული. როგორც უკვე გითხარით, გახარია საქართველოსთვის გამოაქვეყნეს რამდენიმე პოსტი, მათ შორის ერთი იყო კლიპი, მეორე კი გამოქვეყნდა თერგის შარმანაშვილის და ირაკლი ქადაგიშვილის ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატების პოსტები, ფოტოები, წარწერით პუტჩისტები. ამით გიორგი გახარიას პარტიას უნდოდა შეეხსენებინა მათი ნაციონალური წარსული, როდესაც ქართულ ოცნებას აქვს გამოცხადებული ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ახლა მათ რიგებში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები ირიცხებიან. ბუნებრივია ამ პუბლიკაციებმა გამოიწვია ქართული ოცნების ლიდერების გაღიზიანება. სოფო ხორგუანს გიორგი გახარიას პარტიის წევრს საქართველოს პარლამენტში ხმათა დარბაზში სიტყვიერად დაუპირისპირდა შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილმა ამ საქციელს ამჩატებული უწოდა და გახარიას წევრებს გაახსენა სად არის მათი პარტიის ლიდერი. ვინ ყავთ ისე ამჩატებული თქვენს პარტიულ პიარში, რომელიც ბედავს აი იმ ბანერების გაკეთებას, რასაც თქვენ კადრულობთ თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. და რახან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, მე გეტყვით თუ რა სამარცხვინო არის თქვენი მთლიანად აი ეს ქცევა. ახლა რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, ეს გუში ვნახეთ თქვენი ამჩატებული პიარ თანამშრომლის ვიღაცის ესე ვთქვათ ქცევა გვეგონა, მაგრამ თურმე ეს თქვენი იდეოლოგია ყოფილა. აი ეს არის სამარცხვინო. ხედავთ რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გაგიჩუმდით ამ თქვენ ქცევაზე, არაფერი არ თქვით, მაგრამ თუ კი ეს თუ არის თქვენი ხაზი, თქვენ თუ გინდათ ესე გააგრძელოთ, მანამდე თენგიზ შარმანაშვილზე რასაც კადრულობდით, ირაკლი ქადაგიშვილზე რასაც კადრულობთ, ბერლინში რო გიზით იქ თქვენი ხელმძღვანელი, სად არის დამალული? სად არის რატო არჩა? სად არის გახარია? სად არის გახარია? სად არის ერთი გითხარით? სად არის გახარია რო აკურცხლა აქედან? აი ეს არის გიორგი გახარია არის თქვენი იდეალი და ირაკლი ქადაგიშვილი თქვენი საკრიტიკებელი. კი ბატონო, მიიღებთ შესაბამის პასუხს ყოველ ჯერზე ამ უღირსი საქციელისთვის. არავის არ უკადრია. ყველაზე მძიმე სანახავი ქართული ოცნებისთვის აღმოჩნდა თერგის შარმანაშვილის ფოტო და მის ფოტოზე არსებული წარწერა პუჩისტები, პუჩისტი უпростоრად ასევე ირაკლი ქადაგიშვილის ფოტოც. მე შეგახსენებთ, რომ თერგის შარმანაშვილი, რომელიც დღეს ქართული ოცნების დეპუტატია, იყო დანიშნული ელჩი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. 2011 წელს ის დაინიშნა ელჩად და გიორგი გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა ფოტო, როდესაც ის ელჩის პოზიციაზე მუშაობდა კაბინეტში, სადაც მის უკან იყო მიხეილ სააკაშვილის ფოტო სურათი. ბუნებრივია ჩვენ შარმანაშვილს ვკითხეთ, ეთანხმება თუ არა ბუნებრივია ამ პუბლიკაციას მასთან დაკავშირებით. შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ იმ დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ის ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრის არ ყოფილა. მას ვკითხეთ, ეთანხმებოდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას, რაზეც შარმანაშვილი არ პასუხობს და ის თავს იმართლებს ისევე როგორც ირაკლი ქადაგიშვილი და ბუნებრივია მას ის ამბობს, რომ ახლა ირაკლი გიორგი გახარიას პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი და ამას უკავშირდება ის პუბლიკაციები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. გიორგი გახარიას პარტია აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარსულის მქონე ადამიანებზე საუბრობს. თქვენს გახსენებენ ხოლმე? აბსოლუტური სისულელეა. მაგ პარტიის წევრი არ უსარყოფილი ვარ. ერთი კადრი მაინც თუ აქ არ მაგათ ყრილობაზე რო ვარ. ფოტოს იხსენებენ, სადაც თქვენ კაბინეტში ხართ და კიდია სააკაშვილის. ეგ მე რო დავინიშნე ელჩად. დამხვდა იქ, იმიტომ რომ მაშინდელი კაბინეტის მოწყობა როგორ უნდა იყოს ელჩის, დამტკიცებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. შევედი და დავჯექი. მე კი არ დავკიდე ეს. ჩამოხსნა ხომ შეგეძლოს ბატონ თენგიზ. როგორ არა, ნაციონალური მოძრაობას მის პოლიტიკას დაინიშნებოდით არ შემეძლო. იმიტომ რომ რა არის საუცხლებელი ატრიბუტიკა, ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო წყვეტდა და ეს ხო სტანდარტი. ნებისმიერი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას. აი როგორ წარმოგვიდგენია, თუ წინააღმდეგი იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა მისმინეთ ეცამით. მე ვიყავი არაპოლიტიკური თანამდებობის ბედი 9-ჯერ გამართება. ბევრი გაუნათლებელი ამას ვერ ხვდება და რა ვუყვა ახლა. როცა ნაციონალურ მოძრაობას ებრძვით, სწორედ ამას ამბობენ, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები, ამ წარსულის მქონე პირები არიან ახლა ქართულ ოცნებაში და რა შეგვიძლია თქვა? რა შემიძლია თქვა და გეტყვით იმას, რომ
ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როდესაც ეს კატა იმ ბნელ ოთახში არ არის. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. პუჩისტიო, ამბობენ ირაკლი ქადაგიშვილს. კარგი რა, კარგი. მართალია თუ არ არის მართლა? ტყუილია, რაც მათ პუჩისტი გონიათ, ეს სხვა რამე არის. ირაკლი ქადაგიშვილი ყოველთვის იყო ეროვნულ პოზიციაზე და დემოკრატიის მხარეს. გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ მათ ეს პუბლიკაცია გამოაქვეყნეს იმისთვის, იმ ბრალდებების აპასუხოთ, რომელიც ისმის ამ პარტიის წინააღმდეგ, მათ გაუხსენეს წარსული და გაახსენეს მათ შორის ქართული ოცნების იმ დეპუტატებს, რომლებიც დღეს ქართული ოცნების რიგში ირიცხებიან საქართველოს პარლამენტში და აკრიტიკებენ მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, რომ ერთ დროს ისინი ნაციონალური მოძრაობის დროს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდნენ და ირიცხებოდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, ამიტომაც გიორგი გახარიას პარტიამ გადაწყვიტა, რომ გამოექვეყნებინა კლიპი, მათთვის გაეხსენებინა წარსული, სად მუშაობდნენ, რა თანამდებობებს იკავებდნენ და რას აკეთებდნენ სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში. ჩვენი მთავარი სათქმელი არის სიმართლე და სიმართლე არის მწარე, მაგრამ ყველაზე კარგი წამალი. ამიტომ ჩვენ ეს მხოლოდ დავიწყეთ და ასე გავაგრძელებთ. სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე. როდესაც ჩვენ გვაბრალებენ შეუძლებელს არ არსებულს, ჩვენ უბრალოდ მათი წარსული შევახსენებთ. ვინ სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, რა პასუხისმგებლობას ატარებდნენ. და ეს არის ჩვენ მხოლოდ მათი წარსული შევახსენებთ. მათგან განსხვავებით ჩვენ არაფერს ვაბრალებთ. ჩვენ მხოლოდ სიმართლეს ვამბობთ და მათი წარსული შევახსენეთ. ჩვენი წარსულის არცხვენია. ჩვენი განვლილი ცხოვრების არცხვენია და მათ უსწვენიათ ეს მათი პრობლემა არის. კეთილი ინებონ და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, საკუთარ წარსულზე, საკუთარ საქმიანობაზე. როგორც ჩანს, ქართული ოცნების ლიდერებისთვის, მათ შორის რიგითი წევრებისთვის მძიმე აღმოჩნდა სიმართლის მოსმენა იმ ვიდეოკლიპში, რომელიც გიორგი გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. მათ შორის არის ირაკლი კობახეძის განცხადება, სადაც ის იმუქრება ნაციონალური მოძრაობის დასრულებით და ამ კლიპში არიან ყველა ის ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის და პარტიის მმართველობის პირობებში ირიცხებოდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, ზოგი იყო ელჩი, ზოგი კი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში მაღალ თანამდებობაზე იყო დანიშნული.